მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ, როგორ მუშაობს ადამიანის ენერგეტიკული ველი, სად იკარგება ჩვენი ენერგია, უხილავი ფსიქოლოგიური ენერგია. ფსიქოლოგიაში ეს არის როგორც ფსიქიკური, ფსიქოლოგიური ძალა ენერგია, ეზოთერიკაში ეს არის როგორც ჩვენი სასიცოცხლო ენერგია. სასიცოცხლო ენერგია როგორ გაედინება ვამპირიზმს ვეძახით ამას, მაგალითად, როცა ჩვენი ენერგია მიაქვთ, როცა ჩვენ შეიძლება ვიღაცის ენერგიას ვიღებდეთ. მაგრამ აი ცოტა ფსიქოლოგიურად და ცოტა ეზოთერულად ერთმანეთთან რომ შევათავსოთ ეს როგორ მუშაობს სისტემა, აი ამაზე მინდა დღეს გელაპარაკოთ, დაგიხსნათ. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა ჩემი ინტერესის სფერო უხილავი ენერგიის დაკარგვა სად ხდება და როდესაც საუბრობთ მაგალითად აი ვამპირებზე, თუნდაც ხო ეს არის როცა უკვე აქტიურად მოდის ადამიანი და ან სულ რაღაცას გთხოვს მაგალითად, ან სულ წუწუნებს სიტყვაზე, ან სულ რაღაც დეპრესიაში, ან სულ დაღლილი არის, ან სულ რაღაცა ჭირს მოკლედ და ეს შეიძლება იყოს ადამიანი ამ მდგომარეობაში, მაგრამ თუ მისი ეს მდგომარეობა ჩემ პრობლემა ხდება, მე მიწევს რაღაცების გაკეთება მისთვის მაგალითად, ხო? მე მიწევს აი მაგალითად რო ავიღოთ ენერგეტიკულად, ხო, აი რაღაც ადამიანი მან კარმული ასპექტები ჩანს პირველ რიგში, სად აქვს ადამიანს აი ეს სხვის ენერგიაზე ჯდომის ტენდენცია და ყველას გვაქვს გარკვეულწილად სადღაც ყველას გვაქვს ისეთი სფერო, სადაც ჩვენ მაინც ენერგეტიკულად ვერ ვაწარმოებთ ენერგიას და სხვის ენერგიაზე გვინდა დაჯდომა. ესე ვიძახით. მაგალითად, მე თუ რაღაც ესეთი პრობლემები მაქვს შინაგანი, ხო? მაგალითად, მიჭირს დისციპლინის გამომუშავება, ხო? შეიძლება ვნახო პარტნიორი, რომელსაც ეს დისციპლინა აქვს დიდი დოზით. შესაბამისად, მე დავჯდები არაცნობილ დონეზე მის ენერგეტიკაზე. ან მე თუ ვარ ზედმეტად დისციპლინირებული, მაგრამ ზედმეტად უკვე შემაწუხება ცოტა კომუნისტური ფსიქოტიპის ის რო ვეძახით ხოლმე წესების ადამიანი, შეიძლება თავისუფლების მქონე ადამიანთან მქონდეს მიზიდულობა და კი არ შევიცვალო. ანუ ეს იმისთვის კი არ გამოვიყენო, რომ მე მივხვდე, რომ აკლია ეს ენერგია და ნენელა დავძრა ჩემი სატურნული ენერგიას, რო ვეძახით ხო და გადავიდე ცოტა თავისუფლების ენერგიაზე, არამედ მისგან მივიღო ეს თავისუფლება, მე არ შევიცვალო სადღაც, ხო? აი ეს არის ყველაზე უხილავი ენერგეტიკული გადინება ან ენერგეტიკული სხვის ვიბრაციაზე ჯდომა, რომელიც მე აუცილებლად რაღაცა ფასით ჩვენ გვიბრუნდება, ხო, რაღაც ფასს ვიხდით ამ ყველაფერში. მაგალითად, ახლა ხშირად შემჩნევია, როცა არის დაზიანებული თხის ქაკირჩხიბის ღერძი უღონ კარმულად, ახლა პლანეტარულ დონეზე არ გულისხმობ, ხშირად შემჩნევია რა ვითომ თითქოს რაღაცას ვერაბამენ თავს, ოღონდ სხვაგან გადამეტებულად იღებენ სხვის გაბლობებს და ორივე ღერძზე გჭირდება, მე შენ მოუარო ამ ადამიანებს. აი რაღაცნაირად ან ვერაბამენ თავს, ან სულ აქვთ ისეთი სიტუაციები, რომ შენ უნდა იზრუნო მასე, შენ მოუარო მას, ხო? იქნება მეგობარი, იქნება დედა, მამა, მაგალითად მეუღლე სიტყვაზე, ხო? ამ ღერცხზე განსაკუთრებით შემჩნევია ხოლმე და ზოგადად წერია ესეც კარმასროლოგიაში, რომ ეს არის ენერგეტიკული ვამპირიზმი. ანუ მე არაცნობიერად ქმნი მთელ ნარატივს, ფსიქიკის ნარატივს, როგორი ცხოვრების წესი უნდა მქონდეს, როგორი გამოწვევები უნდა მქონდეს და აქ მე შემექმნას არაცნობიერ დონეზე პრობლემები, რომ მე სხვის ენერგიაზე დავჯდე. ოღონდ ეს ისე არაცნობიერად ხდება. ანუ აქ ის კი არ არის ჩვენ გვინდა ეს. აი ეს უბრალოდ ესე მიდის, ანუ თითქოს ეს ვამპირული ენერგია თავისით აი ესე გარკვეულწილად ესე ქმნის თელ ცხოვრების ნარატივს, რომ მე აქ ენერგია არ ვაწარმოო, მაგრამ მივიღო სხვებისთვის. ხაგანებით ყველას გვაქვს ეს პრობლემა და პრობლემა არ არის, ეს არის ნორმალური ჩვეულებრივი თემა, ოღონდ არის რაღაცა ზღვარი. ეს რო იტყვიან ლოგიკური ზღვარი არსებობს, როდესაც ჩვენ უკვე გადავდივართ ამ ლოგიკურ ზღვას, ან სხვა გადადის ლოგიკურ ზღვარს, ჩვენში იქნება უკვე სერიოზული ენერგეტიკული პრობლემები. ეს იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ან გადაღლა მუდმივი მაგალითად, ან აი შინაგანი გამოფიტვა. აი ყველანაირი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ეს მიუთითებს, რომ რაღაც არის ენერგეტიკული გადინება ჩვენგან. და საერთოდ ხო ძალიან ღრმა კარმულზე რო ვილაპარაკოთ, აი ყველანაირად ადამიანს აი როცა ვხედავ ხოლმე მის რუკას, უკვე გასაგებია რა ენერგიაში ფარული ვამპირიზმი ახასიათებს, ხო, აბსოლუტურად არაცნობიერ დონეზე ხდება ეს. ახლა რა არის აქ მნიშვნელოვანი, ცოტა მოკლედ, რომ აგეხსნათ ეს, რომ
სულ საათები, 1 საათი, 2 საათი მაქვს ხოლმე ლექციები და ვცდილობ ახლა უკვე ცოტა ნაკლებ დროშიც ჩავტიო ხოლმე სათქმელი, თქვენთვისაც უფრო კომფორტული იყოს. თორე ძალიან დიდი თემა არის და ახლა როდესაც პირად კონსულტაციებზე გავდივართ ან ჯგუფური ტრენინგები რომ აქვს ხოლმე თერაპიულად რომ მუშაობთ ჯგუფურ პირადი რუკებით მაგალითად, ხო? ახლა მაგალითად 1 მარტს მაქვს მნიშვნელოვანი ტრენინგი ჯგუფური პირადი რუკებით გავივლით სატურნი ნეპტუნის შეერთების ჩვენ რუკაში რა ხდება მაგალითად, ხო, ასეთ დროს და ჩვენ რუკაში ის ხდება, რომ ეს ენერგია გადატვირთვას გთავაზობს ძალიან სერიოზულს, რომელ სახლში ჩდება რა ასპექტები ამის მიხედვით და აი ეს არის ზუსტად იმ საიდუმლოებების გამორკვევის პერიოდი, რაც აი დაფარული არის და ჩვენ ყველაფერს ვერ ხედავდით წლების განმავლობაში. შესაბამისად, აი ესეთ ტრენინგებზე ძალიან კარგად შეიძლება გაცნობიერდეს მე სად ვარ ამ პირულ მდგომარეობაში, ანუ გარშემო ვინები როგორ არიან, ანუ სისტემა თუ გესმის უკვე რა ხდება. ჩვენ უკვე შეგვიძლია რაღაც დონეზე მივხვდეთ და რაღაცნაირად დავინახოთ ეს პროცესი და ეს სიტუაცია, როგორ ჩვენი თავის ეს ხვევი. ეხლა ერთი ძალიან საინტერესო მინდა გითხრათ და ეს არ ჩანს ხოლმე როგორც წესი, არც ეზოთერულ სფეროში, არც ფსიქოლოგიაში. აი თქვენ რომ ვიღაცისგან ელოდებით ყურადღებას, სითბოს, ან რაღაცას გააკეთებს, რაც თქვენ გინდათ, ხო? აი ყველას გვაქვს ჩვენი მოთხოვნილებები, შინაგანი, რომელიც გვინდა რომ დავიკმაყოფილოთ, ხო? მე თუ სადღაც მაკლდა ურთიერთობა, ან სითბო, ან ძალიან ბევრი წელი უსიყვარულოდ ვიცხოვრე და ეხლა უკვე შიმშილის გრძნობა მაქვს ურთიერთობის. ან თუ ვიყავი ძალიან სიმშვიდეში და სიმშიმშილი მაქვს უკვე დრაივის ცხოვრებაში, ხო, რაღაც კრიზისი მინდა, რაღაც სიცოცხლის შეგრძნება მინდა, ხო? და ბევრი სხვადასხვა სტილი არის აქ ამ კუთხით ვისთან როგორ ვლინდება ეს, ხო? აი მან შეიძლება იყოს სერიოზული ენერგეტიკული გადინება იმ კუთხით, რომ მე ამ ადამიანში ვდებ ემოციას, რომ მისგან მივიღო სანაცვლოდ რაღაც, ხო? და შესაბამისად ეს აუცილებლად არის დანაკარგი ენერგიის, როცა ვერ ვიღებთ იმ ადამიანისგან იმ ემოციას, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს იგივე მოდელი არის მშობლებთან მაგალითად, აი რომ ამბობთ, რომ ეს ქალი მე მაცლის ენერგიას, ან ეს კაცი მაცლის ენერგიას. არავინ არ წაგვართვეს ენერგიას, თუ ჩვენ ეს არ გვინდა. თუ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ადამიანს, ვერ ვხედავთ იმ კუთხით, რომ არ ვართ იმის იმ რეალობასთან არ ვართ კონტაქტზე, რომ მივხვდეთ, რომ ეს ადამიანი არ მოგცემს იმას, რაც ჩვენ გვინდა, შესაბამისად, მე ვიღებ იმ ადამიანს, როგორიც არის, არაფერს აღარ ველოდები მისგან, ხო? აი ეს იმდენად არ შეგვიძლია, რომ არც ეს ადამიანი არ მხედავს მე. აი შიდა ხედვას გეუბნებით, არა თვალებით. ქრისტეს რო ამბობს, რომ ბრმები ხართო და ადამიანებიო ზოგიო. აი ეს არის, რომ არის რაღაცა უხილავი თვალი, რომელიც უნდა გავახილოთ და სულში ჩავხედოთ ადამიანს. დავინახოთ სინამდვილეში ის რისი გამკეთებელი არის, რისი არ არის. ეს დაგვეკმაყოფილებს ჩვენ სურვილებს თუ თავისთავი გაჭირვებია. და ჩვენ დაგვინახოს კი არა თვითგადარჩენაში არის თავის კუთხით, ხო, ფსიქოლოგიურად იბრძვის რაღაც ნარატივებისთვის. აი თუნდაც იმისთვის იბრძვის, რომ მთელი ენერგია იმისკენ შეიძლება კონდეს მიმართული, რომ სხვების ის თავისი გასაკეთებელი არ გააკეთოს და სხვებს გააკეთებინოს. იქნება ეს ფინანსური პრობლემები, იქნება ეს კარიერული პრობლემები, ან პირადი ზრუნვა ზოგს მაგალითად, ახლა პირად თავზე, ახლა თხის გაკეჩხებზე თუნდაც რო ვილაპარაკე, ხო და საბოლოო ჯამში თავის თავთან შეიძლება ზრუნვის პრობლემა ქონდეთ, იქნება ფიზიკური ზრუნვა, ემოციური ზრუნვა, მაგალითად და სხვებს უწევთ მე სირბილი მათ პრობლემებზე სიტყვაზე. და აი ეს რომ მთელი ქსელი მოვაწყო, მაგალითად, რომ ემსახურონ ჩემს მოთხოვნილებას, ხო? ოღონდ გააჩნია აქ ახლა მაგალითად ძალიან გავარდნილი ლილიტი თუ ყავს ვერტში, შეიძლება ჩემ ეგოს ვამსახურო ყველა. მთლიანად ჩემს პირად ეგოს, ჩემს პირად ბრას გარშემო შემოვიკრიბო ხალხი და მე ვამსახურო ჩემ ეგოს სიტყვაზე, ან ლილიტილუმის შემთხვევაში, ხო? აი, როცა ისე შამთვარეზე და როცა ნეგატიური, იმიტომ რომ ყველაზე ენერგო დამაბინძურებელი, ან ენერგო ვამპირული ენერგია ჩვენ დაყავთ ეს ლილიტის ენერგია არის, ხო? და როდესაც ჩვენ ვაგროვებთ აი ამ ვალებს, კარმულ ვალს ვეძახით, მთელი ენერგია მიდის, მოდით ესე ვთქვათ, ამ ფეიკის გამყარებაზე.
და აღარ აქვს ამ ადამიანს იმის ენერგია, რომ შენ დაგინახოს, ხო? იმიტომ შენ თუ დაგინახა, დაინახავს საკუთარ თავს და საკუთარ თავში დაინახავს ამ ფეიქს და მაშინ მოუწევს მას ფეხზე დადგომა და მოუწევს თავისი პრობლემები თვითონ მოაკვაროს. ამის გამკეთებელი 90% არ არის ხოლმე როგორც წესი, ხო? გამოღვიძებულ ადამიანებს ჭყალებში უფრო იმას ეძახიან, ვინც მე შენ დაგინახე. სინამდვილეში როგორი ხარ და შესაბამისად მე შენგან არაფერს აღარ გითხო. არანაირი ემოცია აღარ მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ უფრო გიჭირს ახლა ვიდრე მე, ხო, შინაგან მდგომარეობაში გეუბნები. ადამიანი არის გამოღვიძებული, როდესაც ძალიან ბევრი მარ დაინახა, ძალიან ბევრი ეტკინა, ძალიან მარტო დარჩა. ყველაფერი დაკარგა, ხა, უტრირებ, ხო, და აქ მნიშვნელოვანი არის მასშტაბები, ხო? ხა რასაც გულისხმობ. ვიღაცამ ძალიან ისე სერიოზულად დაკარგა ყველაფერი, ხა ბედნიერება რა არის? ნამდვილი ბედნიერება ეს არის, როცა ყველაფერს დაკარგავ და უკვე იცი, რომ არაფერი აღარ აქვს დასაკარგავი და უკვე მიყვები ცხოვრებას, ხო, სხვანაირად და უკვე შინაგან დუბრუნდები შენ თავს, აღარ აქვს ეს სურვილები, აღარ აქვს მოლოდინები, მოდი ესე ვთქვა. და როცა არის აი ეს ფრუსტრაცია არ არის დამდგარი ჯერ და ელოდები სხვებისგან გულის სიღრმეში, ქვეცნობიერში, ენერგეტიკულ დონეზე, აი ამ სიღრმეში გეუბნებით თორე ის კი არა. ანუ მე თუ მაღიზიანებს ადამიანი, ესე იგი მე მაინც ფეხებს აბაკონებ, რომ მინდა რომ იყო ან კულტურული, ან დახვეწილი, ან თბილი, ან მოსიყვარული, ან განგები, აი რაღაცას მიკმაყოფილებდეს, რაც მე მინდა და ამ დროს იმას სულ სხვა რაღაც უნდა, საერთოდ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ შინაგანი მოთხოვნილებები ერთმანეთთან არ მოდის და იქნება კონფლიქტი. თორე ყველა თავის კუთხით ძალიან ოკეი არის ხარ იტყვი. ამიტომ ის გაღიზიანება, ის ნეგატივი, სადღაც ჩვენში რაც მოდის, ხო, იქიდან მოდის, რომ მე იმ ადამიანს ვერ ვხედავ, იმას ვთხოვ არაცნობილ დონეზე, რის იმოცემაც არ შეუძლია. და საერთოდ ადამიანებს იმას ვთხოვთ ხოლმე, როდესაც, აი ძალიან იშვიათად რომ რომელიმე ადამიანმა ჩვენ დაგვინახოს ნამდვილი შინაგანი ხედვა. როცა არ არის საჭირო იყვირო, იყეფო, რომ ამბობთ ხოლმე ვილაპარაკო, რომ ოდნავ მაინც ვიღაცა მიხვდეს რა გინდა, ხო? საჭირო არის ხოლმე უბრალოდ ესეთივე ადამიანი, რომელსაც ესევე ვერ ხედავდნენ და ის მერე დაგვინახავს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ან ვერ დაგვინახავს და ოკეი, ხო, ჩვენ ხომ მაინც ხედავთ. აი ეს შინაგანი ხედვის განვითარება მოიტანს ერთ ნეგატივს იმ კუთხით, რომ ეს არის დიდი ფრუსტრაცია, რომ ხვდები, რომ შენ რაც გინდა იმას ვერ მიიღებ. ან უნდა იპოვო ადამიანი, რომელიც არის ძალიან იშვიათი, რომ ისეთი ადამიანი იპოვო, რომელიც შენ დაგინახავს, იმიტომ რომ აქ, აი მე რო ვინმე დავინახო, ამ გზაზე მე ძალიან ბევრი რამე უნდა დავკარგო. ბევრი ფრუსტრაცია უნდა მივიღო და ამ დანაკარგ შეკებში, აი ამ ემოციურ დანაკარგს გულისხმობ. აქ შეიძლება არაფერი არ იყოს დაკარგული, მაგრამ აი სურვილები, რაც ქონდა ადამიანს სულში, სიღრმეში, კარმული დონე არის ეს თუ ფსიქოლოგიური დონე თუ ოჯახური დონე, სიღრმეში თუ ეს სურვილები არის, რომელიც არ დაგმაყოფილდა, ეს არის უკვე დანაკარგი და ქვეცნობიერი ამას აღიქვამს ისეთი დანაკარგი, თითქოს მართლა რეალურად რაღაცა მნიშვნელოვანი დავკარგეთ. ანუ ქვეცნობიერისთვის იქ ემოცია დაიკარგა, მოლოდინი თუ რეალურად ადამიანი, აქ დიდი განსხვავება არ არის. აი მაგალითად რო არის ხოლმე, რომ აი პირად ურთიერთობაში ვინმეს რო დაკარგავ, შეიძლება გლოვა გაგრძელდეს რაღაც დიდხანს, იმიტომ რომ ქვეცნობიერი იმას კი არ ფიქრობს, რომ მე მიმატოვეს. ის ფიქრობს, რომ მოკუტა ადამიანი, ჩემთვის მოკუტა. ხო? ჩემთვის ის უკვე აღარ არსებობს, ხო? შესაბამისად ის ისეთივე ტკივნეული შეიძლება იყოს ზოგისთვის განსაკუთრებით, როგორც ვიღაცის დაკარგვა რეალური, ცოცხალი ადამიანი რო გარდაიცვლება სიტყვაზე, ხო? და ამიტომაც არის ხოლმე ძალიან დიდი გლოვა. ამიტომ რაც უფრო ადამიანს სიღრმე ემატება, უფრო აი ესეთ რაღაცებს უღმავდება და უფრო თავის ემოციებში შემოდის კონტაქტზე, ესე რომ ვთქვათ და მე აი აქ ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ ბოლო ფრუსტრაცია იმისი ის არის, რომ მიხდე, რომ ადამიანებს ვერ გხედავენ. არ აქვთ იმის განცდა, რომ შენ რაღაცა გჭირდება, იმიტომ რომ თავისი იმდენი ეს მინდები აქვთ და იმდენად იბრძვიან, რომ ეს მინდა რადაც არ უნდა დაუჩნდეთ და იკმაყოფილონ, რომ აქ თქვენი გზები ვერ იკვეთება ერთმანეთში, ხო? მე ვამბობ ტოქსიკურ, პრობლემურ, ან წყენად, ან აი ესეთ ურთიერთობებს აწყენები.
განსაკუთრებით კარიერულ სფეროში, სამსახურებრივ სფეროებშიც არის ხოლმე ეს პირადი ცხოვრების მიღმაც. და ჩვენ ვიჯახებით ამას. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაღაც გვინდა სულ ოღონდ გვაქვს ან წყენის პოზა, ან განცდები რაღაცა მძაფრი, აქ კარგად ენერგია ძალიან დიდი დოზით, იმიტომ რომ აი ამ მინდაზე არის მთელი ენერგია მიმართული. ოღონდ ის ვერ მოძლევს ამას. ესე იგი, მუდმივად ვდებ არაფერში ენერგიას. მუდმივად მიედინება უხილავი, აი ეს მინდა, ეს არის ფოკუსი. ეს არის, სხვა შეიძლება მერვე სახური ენერგია არის ცოტა დიდ სურათში, ეს ახლა რაზეც ვლაპარაკობ. და ყველაფრის ფასად. და აი ამ მინდას თუ მალე არ ვიღებთ, ამაში მე უკვე ვიხდით ენერგიას, აი ფინანსურად რო ესე აღვქვათ, ხო? ვიხდი ენერგიას, აღარ იმაზე, მეც აი წარმოიდგინეთ ახლა ნივთი გამოიწეროთ და სულ იხდიდეთ ფულს, აღარ ის ნივთი არ მოდის თქვენთან. აი არა და არ მოდის და სულ რიცხავთ რაღაც დონეზე, რომ როგორღაც მოვიდეს თქვენთან. აი ზუსტად ეგ არის ენერგეტიკულ ველში, როდესაც მე მუდმივად მოლოდინი მაქვს. აი ახლა ეს გამოსწორდება, აი ახლა ეს გაიგებს, აი ახლა ეს დამინახავს, აი ახლა ეს შეიცვლება. ეს არის თქვენი ენერგია, თქვენი დრო, რომელიც გაედინება. და როგორც წესი, ესეთი ადამიანებთან, რომელიცაც შეუძლიათ ამდენი ჩადონ, ვიღაცაში მოდიან ისეთი ადამიანები, რომელიც სარგებლობენ ამ ყველაფრით. და რომელიც აი ეწებებიან ესეთ ადამიანებს, თან ცოტა გადაუგდებენ, აქ უკვე манипуляციურ ფსიქოტიპში შემოვდივართ, ოღონდ არის ესეც ხდონები კარმულად საზღვრულ დონეზე, როდესაც ეს რაღაც პათოლოგიაში ჯერ კი არ გადადის, მაგრამ უხილავ ენერგეტიკულ ველზე არის აქ საუბარი, ჯერ ეს ფსიქოლოგიაში პათოლოგიურ საზღვარში არ არის გადასული, მაგრამ ეზოთერიკა და ენერგეტიკული ველი ამას ძალიან კარგად ხედავს, რომ დღეს კარგად მოგექცევა. ანუ ცოტა ისე არის რა, თვალთახედვაში არის, არ მიდის, მაგრამ იმასაც არ გაძლევს და ის მუდმივი იმედი, მუდმივი რაღაც ისეთი კონტაქტი, რომ აი, ნუ ეგება და როდისმე ეს მოგვარდეს. აი ეს არის კლასიკური ენერგეტიკული ეზოთერული კუთხით ვამპირიზმი, მეგობრებო. ეს არის ის კარმულ ჯაჭვსაც ვეძახით, არ ეხა ხმა კარმული ჯაჭვები, მაგრამ არის აი ესეთი მსუბუქი ჯაჭვები, რომელიც მე გვატრიალებს სერიოზულად. რაღაც ერთ ფონში ვტრიალებთ სულ და მიდის მე ჩემი ენერგია და მე ვართ დაღლილები, მე ვართ ფრუსტრირებულები, მე ვართ განცდაში, რომ ჩემ ცხოვრება არ შედგა, იმიტომ რომ ისეთ სისულელებზე ბჭყალებში არ არსებულ ენერგიებში, არ არსებულ ბრძოლებში ჩაიდო ენერგია, რომელისგანაც ვერაფერი ვერ მივიღე. შესაბამისად, აქ სულ მოდის ფრუსტრაცია და დანაკარგის შეგრძნება ენერგიის და რაც თავარია ცხოვრების დანაკარგის შეგრძნება, რომ ისე გავიტე ჩემი ცხოვრება, რომ ის ვერ მივიღე, რაც მე მინდოდა. ან ილუზიას ვიქნი, რომ ვითომ მივიღე, თვალებს ხუჭავ და მე არის დაავადებები, მე არის პრობლემები სიტყვაზე, ხო? და ვერ ხვდებით საბოლოოში საიდან მოდის. ფრუსტრაციის მიღება ძალიან დიდი სიმამაცე, ძალიან დიდი შინაგანი ოპტიმიზმი ჭირდება. და იმის მიღება ჭირდება, რომ მე არაუშავს ამას თუ მივიღებ ამ ფრუსტრაციას, ახალი რაღაც შეიქმნება, ანუ მომავლის რწმენა ჭირდება. ჩვენ თუ მომავალში არ ვიყურებთ, ჩვენ თუ აი ამ დანაკარგის შემდგომ მომავალზე არ ორიენტირდებით, ხო, შეიძლება გაგვიჭირდეს ფრუსტრაციის მიღება. ასევე ეძახიან ხოლმე ეგოს, აი ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ აი ახალი ეგოთი ვერ იღებ ფრუსტრაციას და ვერ იღებ ტკივილს. რა არის ეგო სინამდვილეში? ეგო არის სიყვარულის ნაკლებობა. ნეგატიურ ეგოს გulis, ხო, ხა ამ შემთხვევაში. მე თუ სიყვარულის ნაკლებობა მაქვს, მე თუ არ მაქვს ის ოპტიმიზმი, ის სიყვარულის უნარი, რომ ჩემი თავი მერე გავამხნევო, მე თუ არა მაქვს ის განცდა, რომ არაუშავს, მე შენ გვერდში დაგიდგები. ამოგიყვან ამ სიტუაციიდან. საკუთარ თავთან თუ არა გვაქვს ის რაღაცა ღვთიურ სხივს რო ვეძახით, ეს ფრუსტრაცია შეიძლება იყოს დამანგრეველი. ამიტომ არიან ადამიანები, ან ნუ სხვას გავლილი აქვს წინა ინკარნაციაში მაგალითად ეს ფრუსტრაციები, ეს დანგრევა, ეს უბედურება და ეხლა უკვე ნელ-ნელა ხდება რომ აქედან ამოვიდეს. ისიც თემა არის, ხო, ეზოთერიკაში წერია, მაგრამ თავარი ის არის, რომ რეალურად ამ ფრუსტრაციაში ჩვენ ვიცვლებით, ჩვენს წარსულს ტოვებთ, წარსულ ტკივილებს ტოვებთ, კარმას ტოვებთ და გადავდივართ ახალ ვიბრაციებში, დიდ სურათში რო ავიღოთ ეს, ხო, ახალი ვიბრაციები რა არის? მე გავუშვა ყველაფერი, რაც აი ამ
ჯაჭვში მომყოფებ და ეს შავი მთვარის ჯაჭვს ვეძახით, აი ტაროს არკანში ეშმაკის არკანი რო არის, ხო, ჯაჭვებით რო არის დაბომული ადამიანი. აი ესე ჯაჭვში შევდივართ და აი ამ ფრუსტრაციის მიღებით, რომ არა უშავს მე მივიღე ის რომ ეს არა მაქვს. რაღაც მაკლდა, ან სიყვარული მაკლდა მაგალითად პარტნიორისგან, ან ზოგი მეუბნება რომ აი აფერი არ მინდა ჩახვდება, მინდა მარტო ხო სითბო მინდა ადამიანის. ზოგჯერ შეიძლება იყოს რომ მარტო დარჩენი შიში მაქვს, მაგრამ არ ვიცი ჩემ პრობლემებს მე როგორ გავუმკლავდე. ესეც ვამპირიზმი არის გარკვეულწილად, ანუ მე არ მინდა ენერგია ვაწარმოო და მთლიანად ვარ სხვებზე ორიენტირებული, სხვათა შორის აქაც დაცვითი მექანიზმი არის და ამასაც აქვს თავისი მიზეზი, იმიტომ რომ ადამიანმა თავისი პოტენციალი სრულად რა ამუშაოს, გახდეს წარმატებული ბედნიერი ყველაფერი გოს აღარავინ აღარ ჭირდება. და მე აქ ისეთი ის შემოდის, შიშიც შემოდის გარკვეულწილად, რომ მე არავინ აღარ მეგოვლება, მარტო დარჩენს შიში, ვისაც აქვს, ყველას გვაქვს გარკვეულწილად მარტოობის შიში, ზოგს კრიზისში დარჩენს შიში, ზოგს უსიყვარულოდ დარჩენს შიში, ზოგს შვილებთან დარჩენს შიში, ზოგს ფინანსების გარშე დარჩენს შიში, ანუ ყველას თავისი ისტორია აქვს და აქ უნდა გავიდეთ კონტაქტზე. ეხლა მე როგორ შრებს გიყვებით, იცით? ძალიან დამუშავებული რომ უნდა იყოს ადამიანი აქ, რომ აი ყველაფერი ეს ესმოდეს და მე მგონია რომ ეს ვიდეოებიც ნენელა ამას აქტიურებს თქვენში. ხო, ხა მეც რო უსმახო ეს გავს ვიდეოს სხვა სიტყვაზე. შეიძლება იმ თემაზე ლაპარაკობე, რაც ვიცი, მაგრამ კიდევ უფრო საკუთარ თავთან შეიძლება დამაბრუნოს, კიდევ უფრო ჩამაფიქროს და ნებისმიერი დაფიქრება ეს საკუთარ თავთან კონტაქტი არის და ეს ძალიან გვეხმარება. ამიტომ დააკვირდით, სად დებთ ენერგიას, რომელიც შეიძლება დაკარგული იყოს ისედაც, არაფერის მომცემი ეს ენერგია არ იყოს. დააკვირდით კარგად, რა გინდათ ისეთი, რომ იმ ფასს იხდით, რომ იყოთ ესეთ ან მეჯაჭვულ ურთიერთობებში, ან ტოქსიკურ ურთიერთობებში. და პრაგმატულად, პრაქტიკულად დაუკვირდით, იღებთ თუ არა იმ ყველაფრისგან იმას, რაც თქვენ გინდათ. როგორც კი ამაზე დაფიქრდებით, როგორც კი ამას დაიჭერთ, მე შეიძლება უფრო ესეთი გახდეს, აი როგორ რაღაცას გულისხმობ, იცით? ომის ხელოვნებაში არის ესე, რომ ის ბრძოლაში რომ მივდივარ, ან პატარა ბრძოლა მიღირს იმათ, თუ დიდი ომისთვის მოვემზადო, ხო? აი ესეთი იგივე სისტემა არის მე ვესახლით და ეს ყველაფერი მაგ თემასთან არის კავშირში. აი პატარ-პატარა ყოველდღიური გამარჯვებები თუ ღირს დიდი ომის მოგება ცხოვრებასთან, ხო, გარკვეულწილად, ხო? ან აი გავიმარჯვებ საბოლოო ჯამში, თუ გავა 20 წელი და დავრჩები ფრუსტრირებული, დავრჩები არაფრის გარეშე, ხო, სიტყვაზე და ის ყოველდღიურად რაღაც გადმოგდებული სიტყვები იყო, სიტყვაზე არაფრის მომცემი არ იყო დიდ სურათში უკვე, ხო? აი ამას უნდა დაუკვირდეთ. ასევე უნდა დაუკვირდეთ ადამიანებს, რომელიც იყენებს თქვენ რესურსებს, ემოციურს, ენერგეტიკულს, ფინანსურს, არანაირი ეს დახმარება და ეს რაღაცები ესე არ მუშაობს, ხო? ადამიანი, რომელიც მოდის გაუთავებლად, ხა მე თავს ესეთი, ხო, ტოქსიკურ ხალხს რო ეძახიან, ნათესავი იქნება, ახლობელი, მახლობლები ნაკლებად, მაგრამ აი ერთი რო არ კითხავენ, შენ როგორ ხარ, არ აინტერესებთ, ანუ არ არის ჩართული ადამიანი. თავის თავთან ურთიერთობს ადამიანებს იყენებს როგორც რესურს, რომ მოიხმაროს თავის პრობლემებზე სალაპარაკოთ, ხო? ესეთ ადამიანებს წევთ ხოლმე. და არა იმიტომ, რომ არ გვინდა დავეხმაროთ, იმიტომ რომ არ ვერ ვეხმარებით. პირიქით, ვუნტკიცებთ ნეგატიურ ქცევას, მანიპულაციურ, ვამპირულ ქცევას, რომ მე შენ არ გხედავ, არც მაინტერესებ, მე არა ვარ მზად ენერგია ჩავდო ვინმეში, მხოლოდ მოვიხმარ ენერგიას, ხო? ამსეთ ადამიანებს ნერვოზები შეიძლება მე კიდე კონდეთ ნერვოზების ხვებსაც აქვს სხვა პრობლემები და ზუსტად შეიძლება ზუსტად მეორე მხარეს რო იყვნენ, იმათაც აქვს, მაგრამ ისე გეუბნებით, მე მთელი სქემა ახალი შეიძლება დაჭირდეთ, რომ როგორღაც მიიღონ ის ენერგია და ის ყურადღება, რასაც მიჩვეულები იყვნენ. არ მინდა გავიზარდო, არ მინდა კომფორტულად ვიყო, არ მინდა ბედნიერი ვიყო, იმიტომ რომ მაშინ ვეღარ ვახდენ სხვის ყურადღების მიპყრობას, ხო? ეს ეგოისტურს ეძახიან. მაგალითად, ფსიქოლოგიაში სინამდვილეში ეს არის ეს ვამპირული, ენერგეტიკული ჯდომა სხვებზე და აი როგორც კი ესეთი ხალხი არის, რომელიც არ მიდის გაცვლა ენერგიის, არ მიდის რომ მე რაღაცას მოყვები, მაგრამ მე შენი მაინტერესებს, მე შენთანაც ვარ გვერდში, მე შენც გისმენ სიტყვად. თუ არ არის არსად, აი
ნებისმიერ კუთხით დააკვირდეთ ორმხრივი ურთიერთობა. თუ არ არის ორმხრივი ემოციური ურთიერთობა, მატერიალური იქნება ეს თუ აი ესეთი განცდადობადი, ხო, სიტყვაზე, ხო? ეს უკვე არის ვამპირისა და ეს მეორე მხარის ჩართულობა, ხო, ურთიერთობაში, დონორისა და ვამპირის ურთიერთქმედება. რა თქმა უნდა, ორივე ნეგატიური არის, იმიტომ რომ არც ერთს არ ყოფნის ენერგია გარკვეულწილად, რომ სადღაც გაუშვას დომინირება, ხო? ეხლა მე თუ აი ესე ვუძლებ ვიღაცას, ეს ავტოაგრესია არის სადღაც, ანუ მე მგონია რომ არ მიმსახურებ, რომ თანასწორ ურთიერთობაში შევიდე და იმასაც გონია მეორე მხარეს, რომ არ იმსახურებს ან არ შეუძლია დამოუკიდებლად თვითონ თავის ენერგიასთან მუშაობა. ამიტომ ამას დააკვირდით ნებისმიერი მეგობარი, ახლობელი, თუნდაც, აი რომელიც მოდის და არაფერი არ უნდა, ხო მეც თუნდაც აი ჩემი ეზოთერული კუთხით რამდენი წელია 15 წელი ამ სფეროში ვარ და აი არ მუშაობ ისეთ ხალხთან, რომელიც მეუბნება, რომ აი არაფერი მე არ მინდა გავაცნობიერო, უბრალოდ მითხარი რა მელის. ან არაფერი არ მაინტერესებს ჩემი რუკიდან, აი მიმითითე როგორ მოხდება ეს პრობლემა, მოგვარდება თუ არ მოგვარდება. ანუ საერთოდ რა არ იღებენ თავის თავზე პასუხისგებლობას, საერთოდ რა არ ცდილობენ საკუთარ თავში გაიაზრონ რამე, ხო? ესეთი ადამიანი უკვე ფსიქოტიპით არის აი ეს ვამპირული ტიპაჟი, ხო მე არაფერი არ მინდა გამოვასწორო, მე არ მინდა ვიმუშაო ჩემ თავზე, მე სამყაროს იქ ვიღაცებს ვთხოვ ჩემი საქმე გააკეთონ. ხო? და ესეთი ღირებულებათა სისტემა იქნება ენერგეტიკული სისტემა. ეს არის კრახისთვის განკუთვნილი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ესეთი ადამიანები მარტო რჩებიან პრობლემებში და თან მარტო რჩებიან, ახლა შეიძლება ჩვენ ძალიან გვესიამოვნოს მარტო ყოფნა, საერთოდ არ გჭირდებოდეს სხვები, მაგრამ კომფორტულად ვიყავთ საკუთარ თავთან, საკუთარ ენერგიასთან და მათ ენერგია როგორც წესი აღარ აქვთ ხოლმე მერე და არც საკუთარ თავთან არიან კარგად, არც სხვებთან არიან, ხო კარგად, ეს არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ დახმარებებზე სერიოზულად დაფიქრდით, მაგალითად, სერიოზულად დაფიქრდით ადამიანებთან, რომელსაც სულ ან უსმენთ, ან სულ ვიღაცას რო ჭირდებით, მაგრამ თქვენ რო დაგჭირდებათ, ვინმე არავინ თქვენთან არ იყოს სიტყვაზე. ეს არის უკვე ვამპირულ ტოქსიკურ გარემოში შესვლა და გაედინება თქვენი ენერგია უკიდეგანად. და ეს არის ეზოთერული კანონების დარღვევაც, ეს არის მაღალი ღირებულებათა სისტემის დარღვევაც, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ესევე იმ ადამიანების მიმართ, რომელიცაც წახალისება ხდება ამ ქცევის, ხო, გარკვეულწილად. და ეხლა როცა ბრასობთ ხოლმე, აი ნაგლი ადამიანი, გადამიჭრის, გადმომიჭრის, ეს არის უკვე ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ ხედავს ვერავის, იმიტომ რომ საკუთარ თავსაც ვერ ხედავს, თორე საკუთარ თავს, ანუ ეს რაღაცა გასაბრაზებელი სიტუაცია კი არ არის, ესეთი ადამიანები ხა საქართველოში უმეტესად ესეთები არიან, ხო, რომ აი მოკაჩონ ყველაფერი თავისკენ და ქვეყანაც ვერ ვითარდება ხოლმე ესეთი უმრავლესობის ნიადაგზე, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის მეგობრებო, აი რო გითხრათ ცოტა ისე სიკვდილის ენერგიას ეძახით ამას, რაღაცა რო არ მოძრაობს, არ აწარმოებს ენერგიას, ის სიკვდილში გადადის უკვე, ხო, ენერგეტიკულ სიკვდილს გულისხმობ. და მე როდესაც შემიძლია აი მთლიან ჩართული ვიყო კონტაქტზე, შევიდე ადამიანთან ურთიერთობაში, ჩემთანაც, ანუ ვიტრიალო სხვების ენერგეტიკულ ველში და ჩემ ველში, ეს არის სიცოცხლის მომოძრავებელი ენერგია. ამიტომ ადამიანი, რომელიც ესე სხვებზე დგას, მხოლოდ თავის პრობლემებზე უნდა ყველა გამოიყენოს, ეს არის სიკვდილის პირობითად სიკვდილს ვამბობ და ფიზიკურ სიკვდილს. სიკვდილის ენერგია მათში და მძიმე ენერგეტიკული ველი მე შესაბამისად, ხო, დაბალ ვიბრაციებში ჩამოდის ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ მას აქვს დაკარგული სამყაროს ცენტრთან კავშირი, ესე ვიძახით ხო. ჩვენც გვაქვს ეს ძალიან კარგად რომ მოვინდომოთ, მოვიძიოთ, ჩვენც გვექნება ესეთი ენერგია, რაღაც არ მინდა გავაკეთო და სხვებს ვიყენებ, ოღონდ ისე ფარულად, ვერც ხვდები, ვერც მე და ვერც ხვები. ესეც არის და ესეც რაღაც კუთხით ნორმა არის, სხვანაირად არ შეიძლება, ყველაფერს ჩვენ ვერ გავუმკლავდებით, სულ ახშენებლობის ენერგეტიკაზე ვერ ვიჭრებით, მაგრამ როცა არის გადაჭარბება, როცა არის რომ ეს საერთოდ არავისთან არ შემიძლია, არ მაინტერესებს არავინ, არ ვეკითხები როგორ არის, მხოლოდ ჩემ თავში წარმოსახვით ილუზორულად ჩემ თავში ვარ ჩაკეტილი, ნუ ნარცისიზმსაც ეძახიან ამას მაგალითად და ფერომეს, ეს არის ზუსტად ვამპირიზმი, ენერგეტიკული, ტოქსიკური ველი. ასე რომ, კარგად დააკვირდით ამ ყველაფერს, გააცნობიერთ, სად ხართ შესულები,
სად ხართ თქვენ მაგალითად ამ ველში სიტყვაზე იქ ვითომ დაბდურა ვარ ვითომ ისეთი ვარ მოუწესრიგებელი ვითომ სულსწრაფი ვითომ ქაოსური ვითომ ჩუმი ხალიტიკურად დგას ის არაფერს ეს ერთ-ერთი ნეგატივს გულისხმობ ყველაზე მძიმე შემთხვევაში ყველა არ არის ესეთი და ყველა მის ნაცვლად აკეთებს რაღაცას სიტყვაზე ენერგოვამპირიზმი არის ეს სერიოზული ხო ამიტომ აი აქედან ნელა ნაბიჯ ამოსვლა გვჭირდება ჩვენც და სხვებსაც უნდა ჩაუხსნათ ის წყაროები რომ თვითონაც აიწყონ აწარმოონ ეს ენერგია ხო ეს არის ყველაზე მთავარი მე მგონია საინტერესო ვიდეო გამოვიდა ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს თქვენს უკუკავშირს ძალიან ბევრი წელია ვაკეთებ ამ ვიდეოებს და ახლა ძალიან მინდა საჯარო შეხვედრას გავაკეთო უახლოეს პერიოდში ვეღარ მოვაბი თავი და მინდა ხოლმე უშუალოდაც შეხვედრა მქონდეს იმიტომ რომ სულ ამ ონლაინ რეჟიმში რო არის უგონი ახლა არავინ არ უყურებს ანუ მარტო ციფრები რო იწერება და უკუკავშირი ნაკლებად არის ხოლმე და ესე ნაკლებ მოტივაციას მიქმნის მერე მაგრამ რა ვიცი მე მგონია რომ თქვენ მაინც გაინტერესებთ რაღაცაში ბრუწყით ან ქართულ ენაზე რო არის ეს და დროებით მეგობრებო